შუადღე მშვიდობისა მოგესალმებით საქართველოს ტალღის პირდაპირ ეთერის სტუდიიდან და მივესალმებით ასევე ჩვენი სატელევიზიო ეთერის ამ შემთხვევაში თავისუფალი არხის მაყურებლებს. ეს არის გადაცემა ანალიტიკა, რომელსაც მე წავუძღვები, ხოლო ჩემი უცვლელი თანაწამყვანები იქნებიან ჩვენი მეგობრები და გუნდის წევრები, ფილოსოფოსი ცოტნე მარღია და ჟურნალისტი, იურისტი და ასევე ტელეწამყვანი თენგო უმანიძე. დიდი მადლობა ყველას, ვინც გვისმენთ და გვიყურებთ. Რა თქმა უნდა, ასევე დიდ მადლობას უხდით ვეთყვით მათ, ვინც გვისმენს და გვიყურებს ჩვენ სოციალურ ქსელში, როგორც Facebook გვერდზე, ასევე ჩვენს YouTube გვერდზე. გამოგვიწერეთ თუ შეიძლება, ასევე კიდევ ერთხელ გთხოვთ, რომ დააკომენტარეთ, ნახეთ ჩვენი გვერდები, როგორც YouTube გვერდზე, ასევე Facebook გვერდზე და როგორც ყოველთვის ყავით აქტიურები, რადგან ჩვენ აბუნებრივია რომ ყველაფერს ვკითხულობთ. ხანდახან პირდაპირ ეთერშიც როცა არის გაჟღერებული ასე თუ ის ინფორმაცია, რომელიც, რა თქმა უნდა, თემას ეხება, ჩვენ ადასტურებთ ხოლმე და თქვენთან ერთად განვიხილავთ. ვიღებთ კრიტიკასაც, ჯანსაღი კრიტიკა კარგია, პირიქით, ჩვენ მზად ვართ, რომ შეიძლება ბევრი რამ ჩვენ ვერ ხედავთ, არც ვდებთ თავს, რომ ჩვენ რაღაცა გურუები ვართ, ასე შემდეგ და ასე შემდეგ, მით უმეტეს ყველა საკითხში, მაგრამ რაც ყველაზე მთავარია, ვფიქრობთ და ვცდილობთ ყოველ შემთხვევაში, რომ ობიექტური, სამართლიანი ფაქტები გადამოწმებული და ასე ვთქვათ, სანდო წყარო, ანუ როგორც იციან ხოლმე ასე ხსენება, სანდო წყარო, არამედ გადამოწმებული წყაროებიდან გაჩვენებთ ყველაფერს და გეუბნებით ყველაფერს. მოკლედ, როგორ გინდა დავიწყო ჩვენი ეთერი, მოკლე ანონსი თუ შეიძლება მაყურებელთან და ჩვენ შესაბამისად დავიწყებთ უკვე ჩვენს გადაცემას, ყოველ შემთხვევაში გუშინ დასრულდა სხვა შორის საქართველოში პირველად ჩატარდა ძიუდოს ჩემპიონატი. ეს ძალიან ევროპის ჩემპიონატი, მაპატიეთ ხო, ევროპის ჩემპიონატი ჩატარდა პირველად, მადლობა შესწორებისთვის. ეს ძალიან მნიშვნელოვანია, არა მხოლოდ ქართული ძიუდოს ოჯახისთვის, არა მხოლოდ ქართული ძიუდოს ისტორიაში და რა თქმა უნდა ჩვენი ზოგადად საქართველოსთვის ძიუდოს კომაგებისთვის, არამედ მნიშვნელოვანი საერთაშორისო ასპარეზია საუბარი. მადლობა ჩვენ ძიუდოისტებს, რომ სოფლიო სახელი ჩვენი ქართული ძიუდოს ისტორია საკმაოდ განთქმულია, სწორედ დიახ, აი ამ როგორ ვთქვა, მწვრთნელების პირველ რიგში და შესაბამისად ძიუდოისტების, სპორტსმენების და იმ ადამიანების, ვინც უშუალოდ იღებენ მონაწილეობას როგორც სპორტის განვითარებაში, ასევე სპორტსმენების განვითარებაში და იმაში, რომ ნებისმიერ წარმატებას მიაღწიონ, ეს არის სპორტი, სადაც პირდაპირ, ვხედავთ ხოლმე ჩვენ და დღეს უკვე ვხედავთ, ადრე ვამბობდით, მხოლოდ მამაკაცებს, რაღაცა სადაც მართლა ურთაბრძოლას, რაღაცა ვაშკაცური, რაღაცა ისეთი სპორტია, თუმცა ჩვენ ახლა უკვე გვასახელებს მე რამდენად უკვე ქალბატონიც, გოგონაც ეთერლი პარტელიანიც. მოკლედ, გუშინ მორჩა ეს ჩემპიონატი, ჩვენ გვინდა პირველი დავიწყოთ, სხვათა შორის ჩემპიონატის, ევროპის ჩემპიონატის მილოცვით გვინდა ჩვენ დავიწყოთ. კიდევ ერთხელ მინდა ვთქვა, უბრალოდ შეგახსენეთ, 2026 წლის ევროპის ჩემპიონები გახდნენ. ეთერლი პარტელიანი, გოგონა, რომელზეც საუბრობდით, 57 კილოგრამ წონაში, ლაშა შავდათუაშვილი 73 კილოგრამ წონაში, ლუკა მაისურაძე 90 კილოგრამ წონაში და გურამ თუშიშვილი 100 დიდი აბსოლუტურ წონაზეა საუბარი, ეს ოქროზეა საუბარი ევროპის ჩემპიონები, ხოლო გიორგი სარდალაშვილმა 60 კილოგრამიან წონაში და ტატო გრიგალაშვილმა 91 კილოგრამიან წონაში ვერცხლის მედლები მოიპოვეს, ხოლო ილია სულამანიძე, რომელიც ასე მძიმე წონაში გამოდის, ამჯერად მესამე ადგილს დაიკავა და ბრინჯაოს მედალს დაეუფლა. ყველა მათგანს, მათ მწვრთნელებს, მთელ ძიუდოს ოჯახს, ასევე სპორტსმენების ოჯახის წევრებს, სრულიად საქართველოს. ნებისმიერ საქართველოს მოქალაქეს, საქართველოში მცხოვრებს თუ მსოფლიოს სხვადასხვა ტერიტორიაზე და ქვეყნებში ულოცავთ. აი ამ გამარჯვებას კიდევ ერთხელ დიდი მადლობა მათ და აუცილებელია მართლა არ შეიძლება ვინმე დარჩეს, მე უბრალოდ ჩვენ ხა ჩამოთვლით, ჩვენ თავად შეიძლება გაგვიჭირდეს ჩამოთვალოთ, მაგრამ ძალიან არსებობენ ადამიანები, რომლებსაც ყველაზე დიდი როლი აქვს. შეიძლება ითქვას ამ საკითხში, ასეც მე პირადად ვიცნობ და მადლობა ბატონ კოტე მიქაძეს, რომ გამაცნო ეს კაცი.
ხოშორის ბატონი კოტე თავად გახლავთ საპატიო პრეზიდენტი გახლავთ ვიცეს ძიუდოსი და ის რჩევებს და დარიგებებს და მე ყოველ შემთხვევაში მე პირდაპირ შემიძლია თქვა რომ მან შემოყვარა სპორტი და მან გამაცნო დავით ქევხიშვილი ეს არის ახლა არის ვიცე-პრეზიდენტი ხოლო მაშინ გახდათ ძიუდოს ფედერაციის პრეზიდენტი დავით ქევხიშვილის შეიძლება თქვა ძალიან დიდი წილია ამ ყველაფერში, მაგრამ მე მინდა მას პირადად მიულოცო აქედან უკვე ეს წარმატებები და რა თქმა უნდა მთელ ოჯახს და ყველას ულოცო ამ წარმატებებს და სხვა შორის გადაცემის ბოლოს ჩვენ რო დავასრულოთ გადაცემას კიდევ ერთხელ გვინდა გაუშვათ დოკუმენტური ფილმი ძიუდოს ქვეყანა რომელშიც აი სწორედ დავით ქევხიშვილის დიდი წვლილია რომ ეს ფილმი გამოვიდა ეს დოკუმენტური ფილმი გამოვიდა და მე მინდა მაყურებელს თქვა რომ ნახოს ეს კადრები აუცილებლად ნახოს რადგან აქ თქვენ ნახავთ ჯერ კიდე პატარა, სუპატარა, ახალგაზრდა, აი ბიჭები რო იყვნენ, იგივე ეს ოლიმპიური ჩემპიონები, ბექაური, ასე შემდეგ და ასე შემდეგ და ძალიან საინტერესო ფილმია და მადლობა სხვა შორის. ვინც მოგვაწოდა პირადად დავითმა ეს და ბატონმა კოტემიკაძემ ეს ვიდეო არაერთხელ ჩვენ ეს გაუშვით. მადლობა თავისუფალ არხს რომ ასევე გადის ეს და დღესაც უბრალოდ აი რადგან მაინც დასრულდა, გავა ეს ფილმი ბოლოს. თუმცა ახლა მოდი ვნახოთ სიუჟეტი მოკლედ. კი ბატონო და მივყვეთ. ნახოთ სიუჟეტი და შემდეგ დავიწყოთ უკვე ჩვენი გადაცემა, რა თქმა უნდა მილოცვასთან ერთად არსებობს კიდე რაღაცა ცოტა ცუდი ფაქტები, რომელიც მოხდა და აი ამას გვინდა ჩვენ შევეხოთ უკვე. ნახოთ სიუჟეტი. თბილისში გამართული ძიუდოს ევროპის ჩემპიონატი საქართველოსთვის ისტორიული გამოდგა. ჩვენმა ქვეყანამ 4 ოქროს, 2 ვერცხლისა და 1 ბრინჯაოს მედალი მოიპოვა და საერთო ჩათვლაში პირველი ადგილი დაიკავა. ოქროს მედლების რაოდენობით საქართველოს კონტინენტის პირველობაზე რეკორდული შედეგი აჩვენა. ბოლოს საშეჯიბრო დღეს ჩვენი ქვეყნის ანგარიშზე 2 მედალია. ოქროს ნაკრების კაპიტანი გურამ თუშიშვილი დაეუფლა. ფინალში მან ორგზის ოლიმპიური ჩემპიონი ლუკაშ კრპალეკი დაამარცხა და ევროპული ოქრო მესამე დაიღო. ბრინჯაოს მედალია ილია სულამანიძის ანგარიშზე. ძიუდოს ევროპის ჩემპიონატი თბილისში 4 დღის განმავლობაში მიმდინარეობდა და ტურნირი საქართველოს სიმრით დაიხურა. თუშიშვილის გარდა ოქროს მედლები ეთერ ლიპარტელიანმა, ლაშა შავდათუაშვილმა და ლუკა მაისურაძე მოიპოვეს, ხოლო ვერცხლის გიორგი სარდალაშვილმა და ტატო გრიგალაშვილმა. დაბრუნდით პირდაპირ ეთერში, კიდევ ერთხელ თქვენთან ერთად და ჩვენი სტუდიის სახელითაც და რა თქმა უნდა, ყველას სახელით, კიდევ ერთხელ ულოცავთ სპორტსმენებს, ყველა გამარჯვებულს, ნებისმიერი მედალი, ეს არის წარმატება, გამარჯვება, აღსანიშნავია, სასიხარულო ფაქტია, ულოცავთ ძიუდოს ოჯახს და რა თქმა უნდა, ულოცავთ სრულიად საქართველოს და ყველა ქართველს თუ არა ქართველს, ვისთვისაც ეს ქვეყანა არის მისი სამშობლო. ეხლა რა შეეხება ნაწილს, რომელზეც თქვი, რომ ასევე ძალიან ცუდი ფაქტი დაფიქსირდა. ნუ მოკლედ, ეს იყო ევროპის ჩემპიონატი, ძალიან მოკლედ ვთქვათ შესავალი, სადაც გამოდიოდნენ სხვადასხვა ქვეყნის სპორტსმენები. მათ შორის, რა თქმა უნდა, გამოდიოდა რუსეთის ფედერაციის ჩემპიონებიც. ვიმემ რო თქვას, რომ ეხა შეიძლება არიან ესეთი ადამიანები, რომლებიც ამბობენ რა შუაში ევროპა და რუსეთი რა შუაში, ანუ ასე ჩვენ ვართ შუაში, რუსეთი არ არის შუაში. ჩვენ ვართ შუაში, თუმცა რუსეთი, მაგრამ რო კი ბატონო. და ეს არის საერთაშორისო და მით უმეტეს, როდესაც ევროპის ჩემპიონატზე ვლაპარაკობთ, გამოვიდნენ რუსი ფალავანები, სხვათა შორის საკმაოდ წარმატებულად იასპარეზეს, საკმაოდ, არ ვიცი, მაღალი სტილის და კლასი აჩვენეს, სამწუხაროდ ჩვენი ფალავნები დამარცხდნენ მასთან. მაგრამ ჩვეულებრივად როგორც ყველგან თომ სოფლიოში ხდება და ზოგადად როდესაც რაიმე ღონისძიებაზეა საუბარი და მას ამ ღონისძიებას თავის სპეციფიკა აქვს, თავისი ასე ვთქვათ პროტოკოლი გააჩნია სიმბოლოებთან დაკავშირებით, ერთ-ერთი მთავარი სიმბოლო არის, როდესაც გამარჯვებული პირველი ადგილოსანის ჰიმნი და დროშა აღიმართება. ყველას სამეეს დროშა აღიმართება, მაგრამ პირველ ადგილოსანის კი ბატონო გამარჯვებულის ასე შემდეგ. რატო ვაკეთებთ ამ დეტალიზაციას? იმიტომ რომ ნუ მაინც სამწუხარო თურმე არის საქართველოში, თბილისში, სადაც პირველად ჩატარდა ევროპის ჩემპიონატი, გამოინახა მაინც ნახალხის ის ნაწილი, რომელთვისაც ეს რაღაცა მხოლოდ სხვა რაღაცა იყო და აი ამ პროტოკოლს და ასე შემდეგ თურმე ასე მნიშვნელობა არ იყო. სამწუხარო ძალიან ცუდი ფაქტი მოხდა. როდესაც გამარჯვებულის რუსეთის ქვეყნიდან გამარჯვებულ რუსეთის ფედერაციის ფალავან რომელმაც მოიგო და ოქროს მედალის დაჯილდოება მოხდა და მისი ჰიმნი გაუშვეს იმ ქვეყნის, რომელიც სტანდარტია მთელ მსოფლიოში და მათ შორის ერთი რამ მინდა თქვა, ყველაზე დიდი ომები რო იყო და თუნდაც ყველაზე ესეთ მაგალითი ავიღოთ.
აი ნაცისტები როგორ ემზადებოდნენ ოლიმპიადისთვის და როგორ ყველაფერი ისე დატოვებს. ისე მომყავს მაგალითი, ანუ აი ნაციზმს და ნაცისტურ ხელისუფლებას არ გაუკეთებია ეს და არ გაუკეთებია კი არა, იმიტომ რომ სურვილი არ ქონა, იმიტომ რომ არ დაარღვია ეს რაღაცა მთავარი კანონიკა, როგორ შეიძლება ასე ვთქვათ ეს ეკლესიური სიტყვა, მაგრამ პროტოკოლი და ასე შემდეგ. ნუ რატომღაც ჩვენ ქვეყანაში მოხდა ეს, რომ რადგან რუსეთის პალავანი იყო, რადგან რუსეთის ფედერაციის წარმომადგენელი იყო, მისი ჰიმნის დაკვრის დროს და დროშის აღმართვის დროს სამწუხაროდ დარბაზში იყო სტვენა, ყვირილი და 1000 რა. მოდი ვნახოთ ეს ძალიან ცუდი სიუჟეტი. მე ჩვენ ხო ყველაფერს ჩვენი გადამოსახედავ საუბრობ და ჩვენი სიტყვებზე ვარ პასუხისგებლები და ემოციები ვაპატიეთ. ეხლა რაღაცეთი აი ამ სიდებილეზე და ამ მართლა სიგოიმეზე და აი ამ ყველაზე ცუდ საქციელზე, რომელიც ისევ ჩვენ ქვეყანას დახევს, უკან თუ დახევს, ამის გამო ისევ ჩვენ ვიხდით ბოდის, მაგრამ ნახოთ ეხლა ეს მომენტი და შემდეგ დავბრუნდეთ პირდაპირ ეთერში და უბრალოდ გავიაროთ რა არის ეს და რა იყო, ყველაფერს თავის სახელი დავარქოთ. აი უბრალოდ მინდა ერთი რამ თქვა, ხა არ ვიცი ეს მამაკაცი რომელი ასაკის რა ასაკის არის, მაგრამ აი აქედან რომ ვეძახდით რასია ოკუპანტს. აი ამ ბიჭს, რომელმაც პირველი ადგილი აიღო, ევროპის ჩემპიონატში მონაწილეობა მიიღო. ევროპის ჩემპიონატში მონაწილეობის მიღება როგორ ავთქვა, მაპატიეთ, მაგრამ აი ბეცი რომელიც იგზის და ასეთ ფრაზას ისვრის. ისე რო იცოდე ნიშნავს რომ ევროპის ჩემპიონატი რო თბილისში ტარდება და ევროპის ჩემპიონატში გამარჯვებული რო არის მაგალითად რუსეთის ქვეყნის პალავანი და მას შემდეგ აგერ ჩამოთვალეთ 4 და რა 4 ოქროს და 2 ვერცხლის და 1 ბრინჯაოს მედალოსნები ჩვენები არიან და საუკეთესოდ გამოვიდნენ ჩვენი გუნდისევრები ჯერ მარტო მაგიტო ვერ ხვდები სადახარ აი რასია ოკუპანტს რო ვეძახით აი ეს რას აქციელია ის რომ დარბაზში ყველაზე დიდი სიმბოლოა, როდესაც რადგან გამარჯვებული იღებს მონაწილეობას, ესე იგი ის დაშვებულია და მას აქვს უფლება იასპარეზოს. რადგან მას გავდივარ და ვეჭიდავებით, ესე იგი ამ მომენტამდე ხომ მზად იყო არა ის ანუ თუ ასეთი პროტესტი გვაქვს, თუ ასეთ რაღაცას გამოვხატავ და მე არ ვამბობ ამ შემთხვევაში რომ პროტესტი რატო გქონდა თქო, კი არ ვამბობ რომ პროტესტი არ უნდა გქონდეს თქო. რა სისულელია ეხლა რომ ამაზე დავიწყო ხეხასრა, მაგრამ ყველაფერს აქვს თავისი ადგილი, ყველაფერს აქვს თავისი ფორმა, ყველაფერს აქვს თავისი დრო. თუ ოკუპანტის ზახელს აპირებდით, მანდ და რამოდენიმე კაცის ხმა რო ისმის. არა, ჯერ ერთი ყველაზე მთავარი თუ ესეთი მაგარი ხარ, საერთოდ თვითმფრინავი რო დაჯდა, გაგეგოთ, მოგენახათ, გამოგეხატათ პროტესტი და გეთქვათ, რომ არავითარ შემთხვევაში არ შეხვალ შენ თბილისის ახალ სპორტის სასახლეში. ბოლოს და ბოლოს თუ გაგიზალიანდებოდა, თუ ეგეთი მაგარი ხარ, თუ ესეთი ვაშკაცი ბიჭი ხარ, თუ ესეთი მართლა სტუმარ მოყვარი ხარ, რომელმაც სიმბოლოების დამსხრობა დაიწყე აქ. პირდაპირ გეთქვა რა არა, მოდი მაშინ მეჭიდავეო გეთქვა. და ფიზიკურად დატაკებოდი, ან თუ ამ ბიჭის ბრალია. ის რომ შენი ქვეყნის ტერიტორიები ოკუპირებულია და თუ შენ გონია რომ აი ამით გადაწყდება ამის ბედი მაშინ მიდი პირდაპირ და ეხლა მაგის არ შემოგეშვა ეგ ბიჭი მაგასთანაც გეჭიდავა დარბაზში ჩასულიყავი არ მიგეცა უფლება და ბოლომდე და დაგებრუნებინა ჩვენი ტერიტორიები რომელიც რეალურად ნებისმიერ შემთხვევაში დასაბრუნებელია ნებისმიერ შემთხვევაში ეს ტერიტორიებში დევნილების უნდა დაბრუნდე და ნებისმიერ შემთხვევაში ეს ამოცანა ჩვენი გადასაჭრელია და ისევ აი ვისაც ეძახდი რასია ოკუპანტო მის პრეზიდენტთან და მის ხელისუფლებასთან ერთად სხვასთან კი არა ეს ყველაზე მარტივად და დანარჩენი არ ვიცი ხო ნათელია მთელი ახალგაზრდობა როგორ არის მოწამლული და ამით დავიბრუნებ ჩვენ იმ ტერიტორიას რომელზეც გვაქვს ჩვენ პრეტენზია და რომელზეც ამოცანები გვაქვს დასახული რომ დავიბრუნოთ ეს ტერიტორია და ჩვენი ხალხი დაბრუნდეს, დევნილები დაბრუნდეს ის. ანუ მასე დავიბრუნებთ და ეგ არის ვაჟკაცობა, ეგ არის დღეს, აი დღეს დღევანდელ პოლიტიკურ სიტუაციაში ყველაზე მთავარი და მაგარი. და სხვა დანარჩენი არაფერი და ეხლა რაც ჩავიდა ეს ფალავანი
იქ და ეს კადრები სულ არ ენახა არავის, მაგრამ რაღაცა პოლიტიკური ისტაბლიშმენტს ენახა, გაუსკა და გული ეხა და დაგვიბრუნა. დაგვიბრუნა, რომ იქ დარბაზში ჩვენ ასე შევხვდით. მე ვამბობ, რომ პროტესტის გამოხატვის პროტესტი არ უნდა კონდეს ხო, კი არ ვამბობ. და ამას არ ვფიქრობ. მაგრამ ხო უნდა ვიცოდეთ ადგილი სად როგორ ანაირად. იმის ზახილი იქ თუნდაც, სადაც მსოფლიოს არ ვიცი მე ნახევარი ტელევიზიების პროცენტი აშუქებდა. თუნდაც იქ ევროპის ჩემპიონატს აშუქებდნენ ისინი, რომელიც საქართველოში იყო. თუნდაც ამ სხვა ჟურნალისტებით ამ კადრების გაშვება. ხო წარმოგიდგენიათ რა არის? ეს ხო არ არის ჩვენი ყველა საერთოდ ერთად თავარი ამოცანის ჯაჭვის რგოლი, რომელიც უნდა გადავჭრათ რომ დავიბრუნოთ. ეს ხო სირცხვილია მეტი არაფერი. იქ რაც მოხდა, იმ პალავანმა მოუგო ამ ჩვენ ქართულ ბიჭს და მოუგო ყველაზე ვაჟკაცურად, მოუგო ყველა წესის დაცვით. და ჩვენ იქ გვინდოდა და იმ ხალხს უნდოდა რომ ჯერა სისულელია ის, რასაც ჩვენ ასე ვაპირებთ. კიდე ამას ხვირი ვარ. რასია ოკუპანტ, ასე შემდეგ და ამით გვინა გავიდეთ ფონს. ანუ ასე უდასტურებთ ჩვენ მზაობას, რომ ჩვენ მზად ვართ დავიბრუნოთ ეს ქვეყნის ტერიტორიები. და ერთი კიდე ყველაზე მთავარი, რაც ძალიან გულდასაწყვეტია მართლა. მით უმეტეს ვამბობ ჩემ კოლეგებზე პირველ არხზე, რომელთანაც ამ ბოლო დროს ყოველთვის ვამბობ, რომ ცდილობენ რომ რაღაც დაბალანსებული იყოს, ცდილობენ რომ რაღაც მართლა არ იყოს არეული და მართლა საზოგადოებრივი მაუწყებლის სტანდარტი აქვს დაცული და ჩემთვის კიდე სხვა არის პირველი არხი, იმიტომ რომ რა ვიცი, პირველად ფეხი მე მგონი მან დავიდგი და თავარი ხმა ვიყავი, ვახმოვანებდი ერთ-ერთ ყველაზე კარგ პროექტებში ვიყავი და დღესაც ვადასტურებ ძალიან ბევრ ჟურნალისტ, ტელეწამყვანს, საინფორმაციო წამყვანს იქნება თუ სხვადასხვა გადაცემებს, რომ ეს არის უაღრესად აუცილებელი რომ იყოს და არაერთხელ ჩვენი ეთერიდან მithქვამს. მაგრამ რომელი ტელევიზიის, აი მსოფლიო ისტორიაში მითხარით, რომელი დაპირისპირებაც არ უნდა ქონოდათ ქვეყნებს. არ ვიცი რა მაგალითი მოვიყვანო, არ ვიცი, აი გაგანია ომის და იმის დროს, ვის გაუკეთებია ასეთი რამ, რომ იმის გამო რომ არ გეჩვენებინათ თავიდან ბოლომდე დასრულებულად ჰიმნი გამარჯვებული კაცის, გამარჯვებული ქვეყნის წარმომადგენლის და რომ არ დაგესრულებინათ ბოლომდე და მართლა ვალდებულება, აი მოვალეობა შეგესრულებინათ, რასაც ქვია პირდაპირ გაშუქება ფაქტების, ამის გამო რეკლამაზე გახვედით და მერე დაბრუნდით. მე არ ვიცი ეს აწერია. მე არ ვიცი თუ ეს მოგვიტანს იმას რომ ანიკ დარბაზში მყოფებს გონიათ რომ ჩვენ ამით იმ ტერიტორიებს დავიბრუნებთ. თუ ეს ჩვენ კიდე პრესის რომელიმე წარმომადგენელს გონია რომ ისევე ესე დამოკიდებულება რუსებზე ამის ზახილი ამას მოგვიტანს ძალიან ვცდებით. მაშინ სხვა შემთხვევაში როგორც კი რამე დაპირისპირება ხდება ისევ ჩვენი ოჯახის წევრები იბრძოდნენ იმ რუსებთან აფხაზეთის ომშიც, სამაჩაბლოს ომშიც 8 აგვისტოს 2009 წლის 8 აგვისტოს ისევ ჩვენ და ჩვენი ოჯახის წევრები ვიყავით იქ. ვიბრძოდით. მათ ვებრძოდით, ხო? რომელსაც სადაც ესეთი ფაქტი მოხდა. და ჩვენ დღეს გამოვდივართ, ესე იგი, ჩვენ სხვანაირად ვხედავთ ამ ქვეყნის ტერიტორიების დაბრუნებას. ან და საერთოდ ვერ ვხედავთ ამ პრობლემას და რუსების მონები ვართ. და თქვენ აი ამ საქციელით ხედავთ. არ არსებობს ეს არ არის კარგი ფაქტი, მაპატიეთ ემოციებისთვის. ეს არის ფაქტი, რომელზეც შეიძლება ითქვას, რომ მინიმუმ ვაჩვენებთ. ისევ და ისევ ჩვენ რაღაცა მხოლოდ აი ამ მოქცეულ აი ამ შავ ოთახში სიბნელეში მოქცეულ რაღაცა ვიღაცების ლიბერალების თუ ვიღაცების მიერ რაღაცა პროპაგანდის ქვეშ მიხსეულ ხალხს რომ ბნელ ოთახში შავ კატას ვეძებთ თან გვეშინია ვიდრე ჩვენ თქვენ გადავდგათ ისეთ ნაბიჯები რომ პირიქით უთხრათ პირიქით მივიღოთ კაცმა ჩემპიონი გახდა მოუგო ქართულს და დასრულდა ის პაექრობა სადაც იყო ევროპის ჩემპიონატი. ეს ჩვენ არ მოგვიტანს კარგს. მით უმეტეს დღეს ესეთ პოლიტიკურ სიტუაციაში. მით უმეტეს დღეს, როდესაც რუსეთი აღარ არის ის რუსეთი. ამერიკა აღარ არის ის ამერიკა. ის რა ქვია, აზია აღარ არის ის აზია. და დღეს საერთოდ საგარეო ფაქტორები და მსოფლიოში უმძიმესი დაძაბული სიტუაცია გეოპოლიტიკიდან გამომდინარე და პირიქით შანსი გვიჩნდება, რომ ჩვენ იმ ამოცანას მივახციოთ პირველ რიგში რაც რუსებთან გვაქვს, დიახ გადასაწყვეტი. ჩვენი ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობა, მოსახლეობის დევნილების დაბრუნება და მილიონამდე რუსეთში ქართველი რო ცხოვრობს, იმათი კეთილდღეობა და ისევ დაბრუნება მოხდეს ამ ოჯახებში. რუსეთიდან რო უვლიან დანარჩენ ჩვენ ოჯახებს და რო რიცხავენ ფულებს, იქ მცხოვრები ქართველები. ამაზეა საუბარი. მე მგონი
შენი ემოციები არის სრულიად გასაგები ამ შემთხვევაში და ალბათ არის ეს ემოცია, რომელიც ყველა საღიჭვის ადამიანს, სხვა შორის აი მე ეგ ვიდეო სადაც ედო და რომელ ტელეარხსაც ედო კომენტარებს თუ ჩაყვებოდი, ბევრი ისეთი კომენტარი შეხვდა დამაიმედებელი ჩემთვის ამ შემთხვევაში, რომ აი მართლა ხალხის დიდი ნაწილი ამას უყურებდა, როგორც სირცხვილია, რას აკეთებთ, აი ესეთი ფორმით, მაგრამ აქ კი არ არის მთავარი, აი ჩვენ რაში ვწდებით, მე მგონი რა. შენ რასაც საუბრობ, რომ აი თქვენ რა გგონიათ ესე დაიბრუნებთ აფხაზეთს. რატო გგონია საერთოდ რომ ის კაცი ახლა იქ რო დგას ამ ხელა მუტრუკი და რასია უყან ღრიალს ის ფიქრობს დაბრუნებას. მაგაზი კი არ ფიქრობს ის. ეს არის აი ჩვეულებრივი. ბრბო არის. ის იმას არა აქვს ეგ პასუხისმგებლობა, რა პასუხისმგებლობაზე ჩვენ საუბრობ დღეს, რა პასუხისმგებლობაზე შეიძლება ამ სტუდიაში ვსაუბრობდეთ. არა რა გონია იქ ჩადიეჭიდავეო როევნები პირისპირო დაუდგეს იმ რუს ხმის ამომღებია საერთოდ რამე შეიძლება ოჯახში შეიპატიჟოს და ღვინოზე დაპატიჟოს მართლა ოღონდ აი ყოველგვარი გადაჭარბების გარეშე მე მინახავს ასეთი ადამიანები, როდესაც ბრბოს ნაწილი ხდები ადამიანი, აი ეს არის აქ წმინდა ფსიქოლოგიური მომენტია, ცოტნე გვეტყვის, რომელიღაც ფრანკ ფილოსოფოსს თუ არ ვცდები მე-19 საუკუნეში ახსნილიც აქვს ეგ ყველაფერი, რომ აი როცა ადამიანი ხდება ბრბოს ნაწილი, ის იმ დროს აღარ არის ინდივიდი, ის არის აი რაღაც კოლექტიური გონის ნაწილი და მას ის ვეღარც გრძნობს საკუთარ პასუხისმგებლობას. მისი პასუხისმგებლობა არის ამ ბრბოზე გადანაწილებული. აი ერთი თუ ისვრის პამიდორს, მაშინ მეც ვისვრი პამიდორს, რა მოხდა? რა იცვლება? ეს არის მათი ფსიქოლოგია და აი ყველაზე მეტად რაც გულს მტკენს ქართულ საზოგადოების აი ამ ნაწილს რო უყურებ არის სწორედ ეს რომ ჩვენთან თითქოს ძალიან მარტივი გახდა ესე ბრბოდ ქცევა და კოლექტიურ პასუხისმგებლობაში აზილვა, სადაც მე ჩვენი თითოეულის პასუხისმგებლობა არის დაკარგული. ამ ადამიანებს ეგ გჭირთ სინამდვილეში, აქ არაფერი სხვა არ არის და ინდივიდუალურად რო ელაპარაკო თითოეულ მათგანს, აბსოლუტურად ყველაში დაგეთანხმება, დარწმუნებული ვარ, მაგრამ აი გახდებიან ბრბოში შევლენ და ხდებიან როგორც აი მუმიაში რო არის ინხოტებ რო იძახის, ეგენი შორის გუსტავ ლებრონს მასების მართვაში შესანიშნავად აქვს აღწერილი ეს ფაქტორი და ეტრამეს ვიტყვი. ბრბო ისეთი რამეა, რომ იქ ლექტორი იჯდება უკვე ვინმე განათლებული მეცნიერი თუ ფილოსოფოსი. ისეობა აღარ აქვს. აი მართალია რა. აი აქ იყო მაპატიეთ. იქ იყო ბრბო, ჩემი ემოციების ხო ხდები ხა ვიღაცა ხა მე ხო დარწმუნებული ვარ ხა დაწერენ ოიშე რუსეთის დაწერენ. საერთოდ ანუ რუსეთის მყარებელ. ხო, მყარებელ. თავარი არისო, ჩვენ მიზნებს ამოცანებს როგორ ვასრულებ და ჩვენ კიდე რას ვიცავთ იმ მართლა ვართ იმ ტრადიციების და საერთოდ ის ქართველები ვარ და ის თუნდაც საქართველოს მოქალაქეები ვართ, რომლებიც რა ვიცი რო გადავხედოთ, შენ თქმის არ იყოს ახლა ეგენი მაგ ადამიანმა რომელიმე სადმე რო შეხვდეს მაგ და შეიძლება ჩვენზე წინ შევარდეს სახში და ყველაფერი, მაგრამ ნუ მომიტევეთ მეც ემოციები, თუმცა ეს არის, მაგრამ ჩემ მე რაზე უბრაზდები, იცი და იცოდნენ უბრალოდ რა მინდა თქვა. ბრაზდები კი არა, მე ჩვენ ხო აი როდემდე უნდა ვიყოთ, როდემდე უნდა გქონდეს რაღაცა უმცირესობას, აი ამ ბრბოს ქცევად, ჯერ ბრბოდ აქციო ეს ხალხი, ხო? რომლებსაც გააზრებულია, ხო სად არის მისული ჩემპიონატია ხალხო. მაგ ლოგიკით იცი ასე ხდები? არის ერთი და არაერთი სხვათა შორის რუსეთში მცხოვრები ტელევიზია რუსულ არხებზე კომენტატორია, რომელიც ყარაცხელიაზე გიждდება, ისეთ ვიდეოებს აკეთებს, ისეთ გადაცემებს უძღვნის კვარას ნებისმიერ თამაშის დროს ისე უსვავს ხას მის ქართველობას, კვარას ქართველობას, მის ნიჭს, მის გენებს, მის ვაჟკაცობას, აი გიждები რა, ვერ ხვდები, რაღაცა მეორე მხარეც ხომ უნდა დაინახონ, მაგრამ აი რა როდემდე უნდა ვიყოთ ესე. ნუ ამე გიждები კიდე ესე ვინც ამის უფლებას აძლევს. აი ეგ არის მან თავარი პრობლემა რა, მოგესალმებით ჩვენს მაყურებელს გუსტავ ლებონი ახსენა მერაბმა და ეს გასაგებია რომ ეს ძალიან კარგად ვიცი ჩვენს და ჩვენმა მაყურებელმაც რომ არსებობს ადამიანის მასებზე ზემოქმედების მექანიზმები და მეთოდები იმისთვის რომ შეუქმნა ყალბიცნობიერება ასე ვთქვათ. და ეს ჩვენ 30 წლის განმავლობაში ძირითადად ყველა ხელისუფალი დაყავებული იყო ამ ყალბიცნობიერების წარმოებით. ყველანაირი მიმართულებით, მათ შორის არა მარტო ამ მიმართულებით, მაგრამ საგარეო მიმართულებითაც ამ პროცესით იყვნენ დაკავებულებით. აი ყველაზე ცუდი რაც არის ამ პროცესში არა ის რომ გასაგებია თვითონ ფაქტი და აქტი რაც იქ მოხდა თვითონ დარბაზში, ხო, სპორტის სასახლის დარბაზში, ეს გასაგებია რომ ცუდია, მაგრამ და ადამიანების ქცევაც, რომლებიც მართლაც ბრბოს ნაწილები არიან, მაგრამ იქ ხო ვიღაცამ დაიწყო ეს ტვენა, ვიღაცამ დაიწყო ყვირილი და მე ვიღაცები აყვნენ. ხო
წახალისებულია უბრალოდ აი ეს უნდა ითქვას რომ ეს არის ყველაზე დიდი პრობლემა აქ ამ შემთხვევაში რომ აი რატომ გვიკვირ ჩვენ რომ ვიღაცა იქ ისე იქცევა უსტვენს ყვირის რაღაცას როდესაც ქვეყნის საზოგადოების მაუწყებელი პირველი არხი რომელიც სახელმწიფო დაფინანსებაზე არის თავს უფლებას აძლევს და იქცევა ისე როგორც იქცევა ხო ანუ ეს ხო წახალისება ვინც ამას უყურებს პატარა მოზარდი ახალგაზრდა ესე იგი ეს არის სწორი ქცევა ეს არის გამართლებული საფრთხო პოზიცია ალბათ აი ის გზნობს რომ წახალისება ამის ფანიდა რომ ვიღაცა რომ ამას როდესაც საზოგადოებრივი მაუწყებელი ამას აკეთებს ესე იგი ეს მოსაწონია ეს კარგია ეს არის მისაბაძი მაგალითი ხო ჩემთვის რომ საზოგადოებრივი მაუწყებელი ამ დროს დგება და თიშავს ლაივს და ხა იქ რომ ვიღაცა მივიდეს ამ იმათვის არა თქვენ მართლები იყავით გააგრძელეთ ხო არა მე და შენ თუ ესე იქცევი საზოგადოებრივი მაუწყებელი ასე იქცევა და თუ ხელისუფლება აძლევს უფლებას ასე მოგცევის თავის დაქვემდებარებაში ყოფ ორგანიზაციას ხო მაშინ ესე იგი ეს მე შემიძლია ეს ვაკეთო ხა თუ საზოგადოებრივი მაუწყებელი შეუძლია რატო არ შეუძლია იქ რიგით გულშემატკივარს რომელიც იქ იყო იგივე გააკეთოს უსტვინოს და რაღაცა შეურაცხყოფა მიაყენოს თუ იყვიროს თუ რასაც აკეთებდა ხო ამიტომ ეს ყველაზე დიდი პრობლემა ის არის რომ რაღაცა თითქოს რომ გვეგონა რომ გადაწყდა ეს პროცესი საქართველოში რომ თითქოს რომ გვეგონა რომ აი რაღაცა გამონხიზლების პერიოდი ქონდა ერსაც ბერსაც და ხელისუფალსაც მათ შორის 2022 წლიდან დაიწყო ხო ეს პროცესი ასე ღიად და აშკარად ხო აი ის გამონხიზლება ასე ვთქვათ ეგრეთ წოდებული გამონხიზლება თითქოს აი ისევ რაღაცა იმ ყოფილი ადმინისტრაციის გაქრობასთან ერთად გაქრა და ისევ იმ ძველ ნოტაზე დაბრუნდა ამაში მე მხოლოდ ის კი არ არის რომ რაღაცა ეხა ამ ფაქტით კი არ შემიძლია მხოლოდ ამ ჩემი აზრის გამყარება ხო მე შემიძლია ეს არგუმენტებით გავამყარო იმ განცხადებებით რომელსაც ხელისუფლების ბევრი წარმომადგენელი აკეთებს მათ შორის აი ისეთი წარმომადგენლები 3-4 თვეში ერთხელ თუ ამოიღებენ ხმას და გონივრული აქამდე არაფერი არ უთქვამს და არც ამ საკითხზე უთქვამს სწორი და გონივრული არაფერი ესეც გასაგებია მაგრამ აი პრობლემა ის არის ზუსტად რომ ეს ყველაფერი მოდის ზევიდან ეს ყველაფერი მოდის ხელისუფლების მხრიდან აი ეს არის ყველაზე დიდი გულდასაწყისი როდესაც ჩვენ აი დაუშვათ მართლა ბეჭვისხვითზე ვიარეთ 2 წლის განმავლობაში რამდენიმე გადატრიალების მცდელობა იყო ამ ქვეყანაში და ყველანაირად რა ვიცი ამერიკის ელჩიდან დაწყებული არ დარჩენილა საელჩო ხელებს არ უბრახუნებდა ყოფილ პრემიერ-მინისტრს ღარიბაშვილზე მაქვს საუბარი მაგიდაზე და არ ითხოვდა ხო ომში ჩართვას და აი ამ ყველაფრის ფონზე რომ ჩვენ აი ამ ბეჭვისხიდებზე ვიარეთ და რაღაცა შანსი გაჩნდა იქიდან რუსეთშიც ცოტა სხვანაირად დაიწყეს ჩვენი დანახვა ცოტა სხვანაირად შემოუხედეს გვახსოვს და უშუალოდ იგივე პუტინის განცხადება ხო ეხლა რო თქვა რომ მე რაც გაუცებული უყურებდი საქართველოს ხელისუფლებას თუ როგორ მყარად გას ის და უძლევს იმ ამ ხელას ეწოლას რომელიც მათ წინააღმდეგ არის საქართველოში წავ ხო გახსოვთ ეს განცხადება და ამის და ფაქტებად რო და მაგრამ მაშინ გვახსოვს რომელი ადმინისტრაცია იყო კი არა განცხადებების ფაქტები გვახსოვს ხო იგივე აღდგენილი ავიამემოსვლა გვახსოვს ვიზო რეჟიმის შემოღება ხო ეს გაკეთდა იმ პერიოდში და გაკეთდა იმ ხალხის მხრიდან ვინც რომელი ხალხისგანაც გაკეთდა ხო კარგად იცის ხო ვიზებს საუბრობ აქ და აქედან გამომდინარე აი ამ ყველაფრის შემდეგ აი ამ რაღაცა პოზიტიური ნაბიჯების შემდეგ როდესაც ეს ყველაფერი თითქოს იმედიანად ჩანდა გამოვიდა ბატონ ბიძინა ივანიშვილი და თქვა რომ ჩვენ უნდა გადავდგათ შერიგებისკენ ნაბიჯი ჩვენ თუ საჭირო იქნება ბოდიშიც კი უნდა მოვიხადოთ ხო აი ამის შემდეგ რამდენად ადეკვატურია ეს საქმე ხდება ეს ხო ეს რა არის იცი აი ყვარყვარეთ უთავებობა აი ჩვეულებრივად რა ახსნა სხვა არაფერი არის ნაცარს რო ქეკავ და გეგმას რო ხაზავ როგორ უნდა დაიბრუნო და დაიპყრო ძალიან კარგი რაღაც გახსენდა საყვარს უთავერი სხვა შორის ეს არის მართლა გენიალური ნაწარმოები და ჩემი აზრით რა და ეს არის ნაწარმოების გენიალურობა ხო ამითი განისაზღვრება რომ ყველა დროში არის აქტუალური და აი რო უყურებ ხოლმე მაგ ფილმს ან მკითხულობ მაგ წიგნს აი მგონია რომ ჩვენი დღევანდელი საზოგადოება ყავს აღწერილი და ძალიან სამწუხაროა რომ ვერ გავცდით მაგ სტანდარტს ჯერ კიდევ რა შეეხება აი ცოტნეს მინდა აუცილებლად გამოეხმაურო რომ პასუხისმგებელი ვინ არის პასუხისმგებლობას მე არ დავაკისრებდი აი იმ საზოგადოებას იმ ახალგაზრდებს განსაკუთრებით არა ბუნებრივია ჩემზე ბევრად ასაკით უმცროს ახალგაზრდებს და შენზე ბევრად ასაკით უმცროსებს შეიძლება ცოტნეს უმცროსები არ იყვნენ მაგრამ ჩვენზე უმცროსები არიან რომლებსაც აი მართლა მთელი ეს პერიოდი ამოურეცხეს ტვინი და აქციეს ბრბოდ და მიაჩვიეს რომ აი ეს პოზიცია რუსოფობიული პოზიცია ეს არ არის ხალხო პატრიოტული პოზიცია მოდი ესეც ვთქვათ ნურავინ მეტყვის და ნურავინ იტყვის რომ ამ რომელიმე მათგანს ამას საქართველოს სიყვარული აკეთებინებს ვინმე ეს არ არის პატრიოტიზმი და ეს არ არის სამშობლოს სიყვარული ეს არის რუსოფობია ქვია ამას ასეთი ტერმინი არსებობს რომელიც როდესაც შენი მოტივატორი არის არა სიყვარული მართლა რამის არამედ სიძულვილი
ეს ხალხი გაერთიანებულია სიძულვილის გარშემო. მათ უნდა ზულდეთ რაღაც, რომ გაერთიანდნენ და ამ შემთხვევაში ეს არის რუსეთი და მიაჩვიეს ყოველ შემთხვევაში დააჯერეს, რომ აი რუსი უნდა გძულდეს და ეს სიძულვილი აერთიანებთ მათ. ამიტომ ურავინ მეტყვის, რომ ან პატრიოტიზმი, ან სამშობლო, საერთოდ რამე კავშირშია. სამშობლო რო კავშირში იყოს, მაშინ პირველ რიგში უნდა ფიქრობდე იმ პასუხისმგებლობაზე, რასაც შენ როგორც ერთი რიგითი მოქალაქე ატარებ ამ ქვეყნის წინაშე. და როდესაც ასეთ სისულელეს აკეთებ და სხვათა შორის არ გამიკვირდება, რომ სოფლიო ფედერაციის მხრიდან რაიმე სანქცია ან რაღაც მოყვეს, იმიტომ რომ ეხა არ არის ნორმალური, როდესაც სოფლიო ფედერაცია გენდობა შენს ქვეყანაში ატარებს ჩემპიონატს, ევროპის ფედერაცია ალბათ ამ შემთხვევაში და ევროპის ჩემპიონატს და იქ ესეთი ინციდენტები ხდება, ну, როგორც არ ვიცი, გამიხარდება თუ ესე არ მოხდება, მაგრამ შეიძლება რომ რაიმე სანქცია ანუ ხორეთენკო განსხვავებით ოლიმპიადიდან, სადაც ჩვენ ვიცით ხო რუსეთის წარმომადგენლები როგორ გამოდიან ეს არის მაგრამ განსხვავებით ოლიმპიადიდან აქ რუსეთის წარმომადგენელი ჩამოდის თავისი დროშითაც გამოდის თავისი დროშით აწერია ჩაოლებრივად და ჩაოლებრივად პროტოკოლში წერია რომ ჰიმნი უნდა დაიკრას აი წარმოგიდგენია მაგას ვიძახი ანუ ამ შემთხვევაში მეგობრებო ნამდვილად არ არის ეს არც სამშობლოს სიყვარული და თუ მართლა გიყვართ ეს ქვეყანა გაითავისეთ ერთი რამ და ეს პასუხისმგებლობა მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობა რომ ასეთი ტიპის ნაბიჯები აზიანებთ ამ ქვეყნის ინტერესებს და ამას არაფერი კავშირი არ აქვს სამშობლოს სიყვარულთან თქვენ ხართ აი უბრალოდ სიძულვილის ირგვლივ გაერთიანებული ბრბო თქვენ გჭირდებათ რომ ვიღაცა გძულდეთ და ეს ჩანს ხოლმე აი ამ Facebook-შიც მათ შორის სოციალებში თუ ვინმე თუ არ დააბულინგეს, ვინმეს თუ არ შეუვარდნენ, ვინმეს მიმართ რაღაც ზიზღი თუ არ გამოხატეს, ეს ხალხი ისე ვერ ერთიანდება. ამაში ხარჯავენ ემოციას, ამაში ხარჯავენ ენერგიას. ეს არის სიძულვილის ირგვლივ გაერთიანებული საზოგადოება და ყველაზე დიდი უბედურება, რასაც მე აი ბოლო წლების უყურებ, აი სიძულვილის ზიზღის ირგვლივ გაერთიანებული ხალხად და საზოგადოებად გვაქციეს და ჩამოგვაყალიბეს და მე არ ვიცი უბრალოდ ამას როგორ უნდა ეშველოს. რაც შეეხება პასუხისმგებლობას, აი სრულიად გავიზიარებ, ეს არის მართველი პარტიის პასუხისმგებლობა დღეს. უკვე ნამდვილად ასეა. ცოტნე სრულიად სწორად თქვა 2022 წლის 22 წლის შემდეგ გადაიგა ბევრი ისეთი ნაბიჯი, რაც გახდა მართლა იმედის მომცემი, ხო, ჩვენი საზოგადოებისთვის და ჩვენ გვახსოვს მართლაც აღდგენილი ფრენები, გაუქმებული სავიზო რეჟიმი, ამნისტია იქ მყოფი კანონდარღვევით მყოფი ასე ვთქვათ მოქალაქეებისთვის და ბევრი სხვა რამ და ძალიან პოზიტიური გზავნილები, რაც მთავარია რუსეთის ხელისუფლების მხრიდან. დღეს უკვე მაგრამ ის ადმინისტრაცია ვინც ამას აკეთებდა დღეს ყველა არის დევნაში, პირდაპირ სისხლის სამართლის დევნაში და დღევანდელი ადმინისტრაცია მე არ მომერიდება ამის თქმა უბრუნდება ზუსტად იმ ნიშნულს, რაც იყო მანამდე, აი, როდესაც ევროკავშირის დროშა იყო წმინდა დროშად გამოცხადებული, როდესაც სიტყვა რუსეთის ხსენება მიიჩნეოდა სამშობლოს ღალატად და აი ბრუნდება ზუსტად იგივე სტანდარტი და ეს არის ამჟამინდელი მთავრობის ამჟამინდელი ადმინისტრაციის პასუხისმგებლობა, ეს არ არის აი იმ ხალხის და იმ ახალგაზრდების პასუხისმგებლობა, რომლებიც ბრბოდაქციეთ თქვენი გაუაზრებელი პოლიტიკით და აი უბრალოდ ეს რომ ამას რომ ჩვენ ხაზი არ გაუსვათ არ შეიძლება მე ჩვენ გვაქვს ერთი ვიდეო მომზადებული სხვათა შორის და აუცილებლად მინდა გნებავთ ეხა გნებავთ ცოტა ხანში მე ვაჯობთ მაყურებელს აი როდესაც საუბრობთ რომ და დღეს ბევრი მათ შორის საწინააღმდეგო ფლანგზე მდგომი ან გინდა ჩვენ ფლანგზე მდგომი ჩვენ გვადანაშაულებს იმაში რომ თქვენ ოცნების პროპაგანდისტები არ ახარ და ამ დებილობებს რო გვიწერენ ხოლმე ნეტა აი ქართულ ოცნებას რომ ამ სტუდიიდან ვაკრიტიკებთ თუნდაც ისეთ საკითხებზე რაზეც მართლაც ვთვლით რომ გასაკრიტიკებელია აი ესეთი კრიტიკა ისმოდეს ყველა ტელევიზიის ეთერიდან რაღაც იდიოტობებზე რო აკრიტიკებთ და რაღაც მართლა ისეთზე რო აკრიტიკებთ სადაც არგუმენტი აქვს იმას რომ რაღაცა გიპასუხოს აი ამ საკითხში რაც დაკავშირებულია რუსეთთან ურთიერთობას და რაც დაკავშირებული რუსეთთან ურთიერთობის ნორმალიზებას ხელისუფლებას ამ სტუდიიდან კი არა ამ სტუდიიდან ყოველ შემთხვევაში ნამდვილად არ მოკლებია კრიტიკა და ჩვენ ალბათ ვართ ის იშვიათი გამონაკლისი რომელსაც ეს თემა არ დაგვივიწყებია ბევრისგან განსხვავებით და ჩანსაღი კრიტიკაზეა საუბარი. აზრზეც თავიდანვე ვიყავით იგივე აზრზე ვართ დღეს. მე მინდა აი უბრალოდ ვაჩვენოთ ჩვენს ტელემაყურებელს ერთი ვიდეო ყოფილი პრემიერ-მინისტრზე მაქვს საუბარი ირაკლი ღარიბაშვილზე რომელიც ამჟამად ზის ციხეში და იხდის ჩემი აზრით გაუგებარი, ბოლომდე გაუგებარი და პასუხგაუცემელი კითხვებით, ბევრი პასუხგაუცემელი კითხვა რო არის დარჩენილი ისეთ საქმის გამო იხდის სასჯელს. თუ შეიძლება ვაჩვენოთ ვიდეო, აი ის ადამიანი და ის ადმინისტრაცია როგორ უყურებდა ამ ყველაფერს და რა პერიოდში? რა დრო იყო ის პერიოდი და საერთოდ კიდევ ერთ ვიტყვი სანამ ვიდეოს გავუშვებთ, ამ ხელისუფლების სავიზიტო ბარათი იყო პრაგმატული პოლიტიკა. ჩვენ გვაქვს პრაგმატული პოლიტიკა და ეს პრაგმატული პოლიტიკა რას ნიშნავს? მოდი მოусმინოთ იმ ადამიანს და შემდეგ გავარჩიოთ. ჩვენ რომ წარმოვიდგინოთ რომ მთავრობას არ გამოეჩინა წინ დახედულობა რომ არ გაეტარებინა ჩვენი ქვეყნის ეროვნული ინტერესების
პოლიტიკა, ჩვენი ეროვნული პოლიტიკა, ასე ვთქვათ, ჩვენი მოქალაქეების სასარგებლო პოლიტიკა. და რაღაც გაუაზრებელი ემოციური გაწყვეტილება რომ მიიღო და მოგვესმინა ჩვენი ქვეყნის მტრებისთვის. აი შიდა მტრები, რომლებიც ითხოვდნენ ჩვენი ქვეყნის ჩართვას პირდაპირ ომში. ვინმეს ილუზია აქვს, რომ დღეს აქ რაიმე ეკონომიკური ზრდა და ინვესტიციები კი არა, აქ ქვეყანაში არაფერი აღარ იქნებოდა. აი ეს ყველაფერი თუ ვინმეს წარმოუდგენია, რა იქნებოდა იმ შემთხვევაში, თუ ეხა ჩვენ მივერ დაუწესებდით ჩვენს ეკონომიკურ სანქციებს, ანუ უნდა შეგვეწყვიტა რეალიზ რას ნიშნავდა, რომ ეს უნდა შეგვეწყვიტა ვაჭრობა, ეკონომიკური ურთიერთობები რუსეთთან. მილიონი ჩვენი თანამოქალაქე ცხოვრობს რუსეთში. ვინმე საერთოდ ახსენდება ეს ადამიანი როგორ შრომობენ, როგორ მოღვაწეობენ რუსეთში. მათ რა ბედი ელით აღარ ვსაუბრობ იმაზე, რომ 4 მილიონი ადამიანი, რომელიც ჩვენი მოქალაქე, რომელიც დღეს ქვეყანაში ცხოვრობს. იმათ რა ბედი ელით, ასე ვთქვათ, რა მოხდებოდა მათ წინააღმდეგ. ევროკავშირი რუსეთს ყოველ დღე უხდის $1 მილიარდ. $1 მილიარდ. ომის დაწყებიდან დღემდე რუსეთში შევიდა $90 მილიარდი. აი მოაჭრობის შედეგად, რომელიც რუსეთს დღემდე აქვს ევროპასთან, მეგობრებო. და ჩვენ რა ხდება? ჩვენ არ გვაქვს ჩვენი ეროვნული ინტერესები. თუ ჩვენთან არ ცხოვრობენ ადამიანები. თუ ქართულმა ხალხმა უნდა ისე მოითმინოს, დაიშაგროს, ომში ჩაებას, დავკარგოთ ტერიტორიები, დავკარგოთ ჩვენი სახელმწიფოებრიობა. მე ამ კითხვებს ღიად ვსვამ და რა თქმა უნდა ამ კითხვებს კიდევ უფრო ხმამაღლად დავსვამთ. რა თქმა უნდა ველოდებით ჩვენ სამართლიან გადაწყვეტილებას. აი სწორედ აი ამ ადმინისტრაციის მაშინდელი ამ ადმინისტრაციის ზუსტად აი ამ პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის უკან იდექით ის ხალხი მაშინ და იდექით ძალიან ცუდი აი ძალიან უხერხული პოზა ქონდა და პოზიცია ქონდათ. ამათ ამოფარებული იყავით მაშინ ზოგიერთი ერთ ადგილსაც უკოცნიდით, ეს სიმართლე უნდა ითქვას და იმ პერიოდში, იმ პირობებში, სწორედ იმ პერიოდში, რაც მაშინ ხდებოდა, გაგანია ომი რო ქონდა რუსეთ-უკრაინას და რო დაიწყო ეს ყველაფერი, ყველაზე დიდი თუ რამე მოსალოდნელი იყო, ჩვენ რომ რამე მოხსლოდა. იგივე ეკონომიური კუთხით, იგივე შიმშილის კუთხე ასე შემდეგ, მაშინ დღეხლანდელი ადმინისტრაციის უმეტესობა, ვინც სწორედ იმ პოლიტიკას აგრძელებთ, აი რა სიტყვებითაც, რა ლიტერატურითაც გამოირჩევით, რომ პირიქით უფრო დაგძაბავს, უფრო ბევრ უსიამოვნებას მოგვიტავს, თუნდაც რუსეთთან ურთიერთობაში და იმას ხო საერთოდ იმ ამოცანას ვერ შევასრულოთ, რასაც ქვია, ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა და ჩვენი დევნილების დაბრუნება და იმ მილიონ ადამიანზე, რომელიც მართლა ცხოვრობს რუსეთში, ამას რაც არ უნდა იძახოთ თქვენ, რაც არ უნდა იძახოთ თქვენ და ნაცების პოლიტიკა გააგრძელოთ, რომ 80,000 კაცზე მეტი არ ცხოვრობს თუ არა, გამორიცხოს ყველამ კარგად იცის. აი სწორედ მაგ პერიოდში იდექით ამ ადამიანების უკან, ამ ადმინისტრაციის უკან და ამ პერიოდში მოხდა სხვათა შორის, აი ზუსტად ამ პერიოდში მოხდა 22 წელს ჩავედი პირადად მე მაშინ ჩვენი ორგანიზაციის სახელით და დავიწყეთ პირდაპირ დიალოგი რუსეთის ფედერაციასთან, სადაც გაკეთდა რეზოლუცია, წერილი, რომელზეც არის ჩემი პირადად ჩემი ხელმოწერა და მეორე ხელმოწერა არის, სადაც იყო თხოვნა რუსეთის პრეზიდენტის მიმართ, სადაც რუსეთის დუმამ და დეპუტატებმა ჩვენთან ერთად დაიწყეს დიალოგი, რომ საქართველოს აღდგენოდა პირდაპირი ფრენები, რომელიც შეჩერებული იყო და ვიცით რა მოვლენების გამო და საქართველოს მოქალაქეებს მოხსნოდათ ვიზა, ანუ ყოფილიყო უვიზო რეჟიმი. სწორედ ამ პერიოდის მერე ზუსტად 6 თვეში რუსეთის პრეზიდენტმა ხელი მოაწერა აი ამ დაძაბულ ვითარებაში, როცა ის ხდება მთელ მსოფლიოში და განსაკუთრებით რუსეთ-უკრაინას შორის, პრეზიდენტმა მოაწერა ხელი და საქართველოს ეს უდიდესი ნაბიჯი ეკონომიური, ჰუმანური აქტზე წამოვიდა. და ამის ერთ-ერთი მთავარი მონაწილე იყო მაშინ არა პოლიტიკაში მყოფი, ან სადმე ბიზნესში მყოფი საქართველოს და საერთოდ საქართველოსდან წასული რიგი მიზეზების გამო ოტარ ფარცხალაძე, ჩემი მეგობარი, რომელსაც დღეს
და აი ის დანარჩენები რაღაც იქით-აქეთ რომ მიმოიფანტე და უცებ ეხლა რომ ხო იცი ის რომ გაჩნდება ხოლმე რაღაცა ის რომ გაჩნდება რა რომ ყველა ერთად რომ შეიკრიბება ეს მაპატიეთ ეს ტურებივით ყველა ერთად იწყებთ ისევ აი ამ ხალხის რა ქვია ძირს დაგდებას და ყველანაირი უსინდისობით რავი თუ რამე ცილისამებ არსებობს ამ ადამიანების მიმართ იწყებთ კამპანიას ო აღარაფერს ვამბობთ ეგო თქვა ეს კაცი რომის განცხადებას ეხა ნახეთ ციხეში ზის სხვა დანარჩენებიც კიდე რამის ნახევარი ადმინისტრაცია მაშინდელი ვინც ეს ყველაფერი შეინარჩუნა და მათ შორის ვინც შიგნით ის შეინარჩუნა რაზეც თქვენ ამბობდით რომ აი ევროპელები შემოვიდნენ და აბა ასე გვიზამენ და აბა გაგვათხოვებენ და აბა იმას ჩაგვახუტებენ რა ქვია კედელს მიგვათხოვებენ ან და კაცკაც დააფეხმძიმებენ აი ამას ეხლა თქვენ გამოხვედით და იწყებთ ისევ ამ კამპანიას რუსეთის მიმართ ეს არ მოუტანს კარგს ჩვენ ქვეყანას თუ ვინმეს კი არ ეშინია თქვენ რომ მაგრები იყოთ 2008 წელს წითელი ხიდის და სადახლოს მონაცემები არსებობს, ფოტო და ვიდეო არსებობს, როგორ გარბოდით თქვენ და ჩვენი ოჯახის წევრები და პირადად მე, ჩემ მეგობრებს, რომლებიც მასში იყვნენ, რა ქვია, მოხალისეები იყვნენ, რა ერქვა იმ პროგრამას. იქ იყვნენ ჩართულები, დაჭერილს ვეძებდით, რომ გამოგვეყვანა. და თუნდაც აღარაფერს ვაობ აფხაზეთის ომზე და ასე შემდეგ. ჩვენ და ჩვენი ოჯახის წევრები იქ იყვნენ, იბრძოდნენ. და თქვენ გარბოდით ნაცებთან ერთად გარბოდით მაშინ თქვენ მაშინ ხვები არ იყავით მაპატიეთ ემოციების მაგრამ ეს არ მოგვიტანს კარგს აი ეს არის თქვენი პოლიტიკა და როგორ შეიძლება ეს ახალისეს როგორ შეიძლება ვინმე ნორმალურმა გითხრათ თქვენ დღეს მსოფლიოში გითხრათ თქვენ რომ ეს მაგარი საქციელია მაგარი კაცები ხართ მიწას დაგიბრუნებთ შეშინდა პუტინი ეხა რომ ამ სპორტსმენს აგინეთ და ოკუპანტ ეძახეთ ვინ გეტყვით ამას ეს ისევ დღევანდელ ვითარებაში ჩვენ დავხვევს უკან და კიდე ერთს ვიტყვი სოფლიო ძიუდოს ფედერაციის თავარი გენერალური სპონსორი გახავთ 11 არცნაკლების სოკარი ანუ აზერბაიჯანული მხარე აი ხა თქვენ წარმოიდგინეთ რა ტარდება ძიუდოს ევროპის ჩემპიონატი აქ ევროპის ჩემპიონატი ტარდება და იაპონიელი ხა არიღებს ბუნებრივია მონაწილეობას მაგრამ ისე რომ შევხედოთ რა ამ კაც მინიმუმ აი უბრალოდ პოლიტიკური ნიშანი რო ავიღოთ. ანდა დარწმუნებული ვარ იმ დარბაზში იჯდა სპორტის მინისტრიც ალბათ, ხო? მე კიდე ერთხელ ვამბობ რა, აქ ადამიანურ ფაქტორზე არ ვლაპარაკობ, მაგრამ ყველაფერს რო თავი დაანებო. ყველაფერს რო თავი დავანებოთ. პოლიტიკოსი ხარ იმ მომენტში შენ, ხო? ჩატარდა, მოხდა ისეთი აქტი, სადაც არის ძალიან ცუდი საერთო პოლიტიკის, ანუ დიპლომატიც ხო ხარ, პოლიტიკოსიც ხო ხარ. ამავე დროს ძალიან ახლოს ვიცნობ ირაკლი დოლაბერიძეს. ირაკლი არ გეწყინო შემოძმაო პირდაპირ ეთერში გეუბნები რასაც გეტყვი ხა. მინიმუმ და მე და შენ სხვათა შორის დიდი წლების უკან რუსეთში ვიყავით. რაღაცა ოფიციალური ვიზიტით მაშინ. აი შევარნაძის დრო იყო. და მე და შენ და შენი კაცობა ვიცი იქ. მოგვივიდა უსამრო ფაქტი და როგორ დავდექით ერთად. და როგორი ქართველებზე როგორი ის იყო. კარგად გაიხსენე ირა. მაპატი ამას ვამბობ, მაგრამ ერთი რამე როგორ არ უნდა გამოხატოთ, როგორ არ უნდა თქვათ, რომ ეს ცუდი ეს არ არის ის ფაქტი, რომ ჩვენ ახლა აი დავიბრუნეთ ტერიტორია. ჩვენ ახლა გადავარჩინეთ რომელიმე ქართველი, რომელსაც აი იქ უჭირს იმ ოკუპირებულ ტერიტორიაზე, რომელსაც ძროხას პარავენ თუ რაღაცა მწყემსი იკარგება. ხვალზე ვინ არის პასუხისმგებელი, რომ ეხლა იქ ვიღაც ადამიანს პრობლემა შეექმნას. დათვრა ვიღაცა რუსი, თქვათ, სამხედრო და ეს გაიხსენა, თქვათ ვამბობ. და გაახსენდა ეს და რაღაცა ერთი თავისი ქნა. ამაზე პასუხისმგებელი არის? პოლიტიკური პასუხისმგებლობაზე აღარ ვლაპარაკობ უკვე. იმ ერთ კაცზე რას ვამბობ ჩვენ, ვიცი, ოკუპირებულ უმძიმეს ხაზზე ცხოვრობს მართლა. აი ეს არის ყველაზე მთავარი მაპატიეთ ემოციები. ეს არ არის არც კაცური, არც ქართული, არც არ ვიცი მე ვაშკაცური, არც დედაკაცური, არც ისტუმარმასპინძელი არ არის. რაღაცა არის ხალხო, სადაც რაღაცა წესი, რომელიც შემოგდებულია, ეს წესი მაიამ შემოტენილია პროპაგანდის გამო, უნდა დაირღვეს. ბოლოს და ბოლოს ვაჟას ალუდა კეთილაური თუ გაქვს წაკითხული და გაგებული არა გაქვს. ის კაცი მიხვდა რაღაცა წესის მერე დაუპირისპირდა და ის წესი რაც იყო, აღარ მიიღო იმან ის წესის ხელის მოჭრა. და თქვა რომ წავიდა ამ წესის წინააღმდეგ, იმიტომ რომ რაღაცა შეიძლება არ იყოს, აღარ იყოს საჭირო, აღარ იმუშაოს, რაღაცა თემისთვის აღარ იყოს აუცილებელი და თემია, დიდი ოჯახია ეს საქართველო ჩვენი. თქვენი თითოეული სიტყვა ნიშნავს ბერს. აი ამ ხელა ვეშაპთან მცურავთ. პატარა ლიფსიტა საქართველო, ვისთანაც პრობლემა გვაქვს მოსაგვარებელი.
ალუდა კეთელაურის მაინც აიკითხე და თუ გაიგეთ იქ რა მოხდა. რატო უარყოფს ეს კაცი და უარყოთ რაღაც ეს საშინელი წესი რო გვაქვს და ეს ვორდინგია თუ ეს ლიტერატურა რომელსაც ვიძახით ამას ამით რას მოვიტანთ კარგს ვერაფერს ვერ მოვიტანთ აი ეს არის სამწუხაროდ იმიტომ მაქვს ეს ემოციები მაპატიეთ მაგრამ ეს არის სამწუხარო გეთანხმებით მე რა ალბათ ცოტნეს აზრი იქნება ამ შემთხვევაში საინტერესო აი პრაგმატული პოლიტიკა ვახსენეთ ხო და შევეხეთ გავიხსენეთ მაგალითად ირაკლი ღარიბაშვილის ეს არ იყო სხვა შორის გამონაკლისი ხა ერთ-ერთი ავარჩიე ძალიან ბევრი მსგავსი გამოსვლა იყო სადაც ეს ადამიანი იგივე რუსეთთან ურთიერთობაში ხას უსვამდა ყოველთვის იმას რომ ჩვენ თუ ასეთი ტიპის გადაწყვეტილებებს ვიღებთ რომ მაგალითად არ დავაწესეთ სანქციები რუსეთის წინააღმდეგ არ დაუშვით ჩვენი ქვეყნიდან მოხალისეების გაგზავნა იმ სასაკლაოზე რასაც ქვია უკრაინაში მიმდინარე კონფლიქტი ამას იმიტომ კი არ ვაკეთებთ რომ რუსეთის სიყვარული გვაკეთებინებს ამას პირიქით ამ ქვეყნის სიყვარული გვაკეთებინებს იმიტომ რომ ეს ქვეყანა არ გავხვიოთ შარში ეს იყო პოლიტიკა რითიც ამაყობდა ქართული ოცნება ამას ეძახდა პრაგმატულ პოლიტიკას და ამბობდა რომ აი ზუსტად ამ პრაგმატული პოლიტიკით ფონს გავიდა პირდაპირ თქვა ქართული ოცნება მთელი პერიოდი რაც 2022 წლის შემდეგ დაიწყო შემოტევა ამ ხელისუფლებაზე აი ამ პოლიტიკით გავიდა ფონს და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია საზოგადოებამ ამას მხარი დაუჭირა საზოგადოების თვალში ხა 2022 წელს ქართული ოცნება იყო უკვე 10 წლის ხელისუფლება დაძველებული ხელისუფლება, რომელსაც ყავლი გაზდის ყველაფერს და ამათაც ჰქონდათ ეს ყავლი უკვე გასული, მაგრამ ამის მიუხედავად ქართულმა ხალხმა რო დაინახა ესეთი ნაბიჯები ხელისუფლების მხრიდან, დაუჭირა მხარი, გვერდში დაუდგა მართლა ამ მთავრობას და აი ფონს გაიყვანა ამ გაჭირვებულ დროს მართლა დანის წვერზე. დღეს ეხა იმას რო თავი დავანებოთ, რომ ეს ხალხი ვინც მართლა იყო ამ პრაგმატული პოლიტიკის შემოქმედი, ნახევარი ციხეშია და ნახევარზე სისხლის სამართლის დევნაა დაწყებული. თავისთავად ამ პოლიტიკ მხოლოდ ეს ხალხი უარყო, აი ამისი კითხვა მინდა ქართულმა ოცნებამ, მხოლოდ ეს ხალხი და ეს ადმინისტრაცია უარყო თუ უარყო ის პოლიტიკაც, რასაც ეს ხალხი აკეთებდა. აი ეს არის აქ მთავარი შეკითხვა ალბათ, ხო საზოგადოების. კი ბატონო, ნამდვილად გეთანხმები. ზუსტად ამას ვამბობდი პირველ ნაწილშიც, რომ სიამოვნებაში პრობლემა, ყველაზე დიდი პრობლემა ის არის, რასაც ჩვენ უყურებთ, რასაც ჩვენ ხედავთ, რომ ის პრაგმატული პოლიტიკა, რასაც რა ვიცი, პრაგმატული პოლიტიკა ერქვა და ალბათ სწორადაც ერქვა, შეიცვალა თითქოს ჩვენს თვალწინ, ისე სწრაფად მოხდა ცვლილება ადმინისტრაციის ცვლილებასთან ერთად, პირდაპირ შეიძლება ითქვას, იმ ხალხის გვერდით გაწევასთან ერთად, ჩვენი მისწრაფებები, ჩვენი ხედვებიც, ჩვენი გეგმებიც თუ რა როგორ უნდა მომხდარიყო და დამშრალად იგივე ქვეყნის ტერიტორიულ გაფრენებაზე თუ მიდგებოდა საქმე, როგორ უნდა გადაგვეჭრა ეს პრობლემები, ეს მიდგომაც შეიცვალა, იმიტომ რომ კიდევ ერთხელ ვამბობ, ეს ხო არ არის ხარ რიგითი ადამიანის ქცევა, ეს გასაგებია და შეიძლება ამაზე უგარესებიც ყოფილა ქართულ-რუსულ ურთიერთობებში, პროვოკაციების მეტი რა გვახსოვს, ხო? მაგრამ აქ თავარი პრობლემა არის ის, რომ თუ როგორ რეაგირებს ამ ყველაფერზე ხელისუფლება, რა არის ხელისუფლების მხრიდან წახალისებული ქცევა და მაშინ როდესაც დაუშვათ აი ბოჭორიშვილის საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადება იყო და იყო ისე გუდუშაურის განცხადება პარლამენტის წევრია მე მგონი ქართული ოცნების, ხო? აი რო უბრალოდ ეს ციტატა რო გამოიტანო და აი მარტივად ტესტი რო ჩაატარო, აი მართლა შეგვიძლია ჩვენს სოციალურ გვერდზე რო გავაკეთოთ, ვინ არის ამ ციტატის ავტორი და მიხეილ სააკაშვილი, გიგა ბოკერია, რა ვიცი, ვიღაცა კიდე ბაჩო ახალაია და მაგა ბოჭორიშვილი, რომ სავარაუდო პასუხებად რომ მონიშნო, აი ძალიან ბევრმა შეიძლება მონიშნოს სააკაშვილი, ისა რა ქვია, ახალაია ან ბოკერია. იმდენად ერთნაირი, ხო, იმდენად ვორდინგის დონეზეც კი, აი ამ სიტყვების შერჩევის დონეზეც კი იმდენად ერთნაირი არის, აი ეს განცხადება იმდენად გავს სააკაშვილის რეჟიმის წარმომადგენლების განცხადებას რუსეთთან დაკავშირებით, რომ აი ეს არის ყველაზე დიდი რაც შეშფოთებას იწვევს და რაც მართლა აი წარმოუდგენელი იყო ალბათ ყოველ შემთხვევაში ჩემთვის რომ აი ყველაფრის შემდეგ რაც ჩვენ გავიარეთ აი ამ 2-3 წლის განმავლობაში 2022 წლიდან დაწყებული და იმ ფასისთვის რაც გადაიხადა ქართულმა სახელმწიფომ რისთვის ხო პირველ რიგში ეს ქართული ინტერესი იყო და სწორად აღნიშნა თენგომაც მერაბმაც რომ აი იმას ღარიბაშვილი ამას ოდესაც ამბობდა პირდაპირ ამბობს რომ ამას ეს ჩვენი ქვეყნის ინტერესია იმიტომ რომ სხვანაირად თუ მოვიქცევით სახელმწიფოებრიობას დავკარგავთო ბოლოს ასე ამთავრებს ღარიბაშვილი და სწორად ამთავრებს იმიტომ რომ ჩვენ ეს პოლიტიკა რასაც აი იქ
ძიუდოს დარბაზში რიგითი ქართველი ან ხელისუფლებაში კიდევ უფრო ძიმე შედეგების მომტანი იქნება ხელისუფლების მხრიდან მსგავსი განცხადებების კეთება მიგვიყვანს იქამდე რომ ჩვენი სახელმწიფოებრიობის საკითხი დადგება როგორც უკრაინული სახელმწიფოს არსებობის არარსებობის საკითხი დღეს და აი ჩვენს ინტერესებს უნდა ემსახურებოდეს ნებისმიერი გადადგმული ნაბიჯი მაგრამ აი რისი თქმა მინდა რომ როდესაც ამას აკეთებ, როდესაც ისე ლაპარაკობ, როგორც სააკაშვილი ლაპარაკობდა, ან როგორც ახალაია ლაპარაკობდა, ხო? რას ემსახურება ეს? რა შედეგზე უნდა იყოს ეს გათვლილი, როდესაც ვიღაცა ჩრდილოელი ოკუპანტი, ესეთი ტერმინი ახსენა ბატონმა ღუდუშაურმა, რომ აი ჩვენ ჩრდილოელი ოკუპანტის საუბარი არ გვაინტერესებს. აი ესეთი ვორდინგი ქონდა, ხო? როდესაც გააკეთა სხვაჩორი ზახაროვას განცხადების პასუხად. ზახაროვას განცხადების პასუხად გააკეთა და არა, იცი რა არის? აი ზახაროვას განცხადება არა, უბრალოდ უნდა ვთქვა. ზახაროვას განცხადება აინტერესებს დონალდ ტრამპს მაგალითად და მის პრესამსახურს მაგალითად ალუდან გუშაურს არ აინტერესებს არ მოდიან თორე აი აქ რო იჯდეს ახლა ეს კაცი ან რა ვიცი თუ მოისმენს აი მარტივად ხო აი როდესაც ეს განცხადება გააკეთა ბატონმა ალეკომ ან ქალბატონმა მაკამ ხო ისინი წარმოადგენენ ხელისუფლებას ხო მე არა ვარ მე მგონი ალეკო კი არ ვიცი თუ ალუდა ხო უკაცრავად ხო დეპუტატია ერთი და მეორე არის ანუ ახლა მე რო ესეთი განცხადება ვაკეთო მე კიდევ მაქვს უფლება რომ იმიტომ რომ მე არ წარმოვადგენ ხელისუფლების არც ეს შტოს მე ჩემ სუბიექტური აზრი შეიძლება გამოვთქვა და შეიძლება ვიღაცა დამეთანხმოს, შეიძლება ვიღაცა არ დამეთანხმოს, ხო? როდესაც შენ საგარეო საქმეთა მინისტრი ხარ, შენ მართველი გუნდის დეპუტატი ხარ და წარმოადგენ ხელისუფლებას, ხო? როდესაც ამ განცხადებას აკეთებ და ან ერთი ან მეორე, აი რაღაცას რო აკეთებ, ხო, რაღაცა მიზანს ემსახურები, ამას რო ვამბობ ამისთვის, ხო? ამას რო ვაკეთებ იმისთვის, რომ ეს შედეგი მივიღო. აი რას ემსახურებოდა მათი ეს გაკეთებული განცხადებები, რა შედეგი უნდა მიიღოთ? აი რა მიზანი ჰქონდათ, როდესაც ამ განცხადებას გიპასუხონ, ან მოვიდნენ და პირდაპირ რაც უნდა ამათ გააკაცუკებას. ეხლა საერთოდ ამ ტერმინსაც დაუწყეს ბრძოლა, რომ სიტყვა აკაცუკი თურმე ეხლა ყველა იხსნის პასუხი კალაძის განცხადება იყო დღეს პარლამენტის განცხადება იყო, რომ ჩვენო არ მოგგონია რას ებჭოდენ ამ იაპონურ მულთუნს. მაგას ემსახურს სინამდვილეში ეს ყველაფერი კეთდება ერთადერთი მიზნით, ამ ხალხს უნდა დაბრუნდეს აი სიგიჟეში, რასაც ერქვა პროდასავლური სიგიჟე ამ ქვეყანაში, აპირებენ რომ დაბრუნდნენ, აპირებენ რომ ისევ იმ ელექტორატის გული მოიგო. აი ყურე რა მე რას ვთქვი, ჩვენ დაამთავროს პირდაპირ გამოდიან აკაცუკი ეს არის ვიღაცა იხოს რომ ეს ჩვენი შეფასებაა და ჩვენ თვითონ ამას არ ამბობ. მე ხო კითხავს სვა, მე მაინტერესებს რა სიტყვის ქალბატონი ბოჭორიშვილი ამაზე, რა სიტყვის ბატონი ღუდუშაური ამაზე, რომ უბრალოდ მაინტერესებს რომ როდესაც რაღაცა განცხადებას აკეთებ, ხო? როდესაც ამერიკის შეერთებულ შტატებთან დაკავშირებით რაღაცა განცხადებებს აკეთებ, მაინტერესებს და შეიძლება ხვდები რა მიზანს ემსახურება, მაგრამ თუ ვერ ხვდები, კითხვას დავსვამ რომ რატო აკეთებ ამ განცხადებას და აი ეს განცხადება როცა გააკეთეს ამ ადამიანებმა, მიზანი რა იყო ამ განცხადების, რა შედეგი უნდა დამდგარიყო, აი რა უნდა მომხდარიყო. აი რატო უნდა გააკეთო ესეთი განცხადება? ამას თვითონ გვიპასუხონ. ეს ჩემი შეფასება, მე გეთანხმები მაგ შეფასებაში შენ, რასაც ამბობ და დარწმუნებული ვარ რომ ეგრე არის და ფაქტია ეს ახლა ჩემი დარწმუნება არაფერში არ ჭირდება. ხედავ, ყველაფერი ქვეყანაში რა ხდება, მაგრამ ეს არა, ეს მათი მხრიდან აღიარო გითხრათ რომ ესე აი დღეს ახლა ჩვენ გადავწყვიტეთ რომ ისევ გავხდეთ პროევროპული ძალა. აღარ გვინდა კონსერვატიზმი და LGBT ურთიერთობებზე შეიძლება დღეს თანახმად ვიყოთ. ან და პირიქით შეიძლება თქვას რომ ვაშინებ ძმო. ხო, ვაშინებ. რუსეთის აი ალუდა რა ქვია ალუდა გუდოშორმა თქოს ვაშინებ ქაბატონი მაკა არ ვიცი ამას შეიძლება ალუდა მაგრამ არ ვიცი რა ვიცი მე ეს ადამიანი და რამოდენიმე პერსონაჟი მახსოვს ცოტა სხვებისგან შეშინებულები პირდაპირ ეთერში 100 და 200 კამერა შორს აღარ არის ის დღე ამაზე აღარ ასაუბარ და ჩემო ცოტნე შორს აღარ არის ის დღე როდესაც და მოვესწრებით ძალიან მალე ალბათ ამას როდესაც ეს ხალხი ზუსტად გამოვა და იტყვის რომ აი ის ვითომ პრაგმატული პოლიტიკა ეს იყო წინა ადმინისტრაციის შეცდომა სინამდვილეში ოცნება და ზოგადად ჩვენი ადმინისტრაცია დასავლეთს გადაკიდა ღარიბაშვილმა და მაგისმა კლანმა როგორც უყვარ თქმა და ჩვენ ახლა უნდა დავბრუნდეთ ისევ აი იმ დაგვეშალა შეცდომა იყო ხო გადატრიალების უფლება უნდა მივეცოთ ეს უკვე და თენგო და ცოტნე ბუნებრივია ხო ბუნებრივია ჩვენ შემდეგ გადაცემებში შევესწრებით დავთმოთ დრო უბრალოდ ჩვენ რა გვაწუხებს და რატო გვაწუხებს ხო არ ამგონია ვიღაცა მკითხვა დასვას ჩვენ ისევ და ისევ სწორედ იმ პრაგმატული და იმ პრობლემის და იმ ამოცანებზე ვფიქრობთ რაც მართლა გვაქვს და ვიცით ჩვენ ვაცნობიერებთ რომ რუსეთთან გვაქვს ძალიან დიდი სერიოზული ამოცანები გადასაჭერელი ძალიან დიდი სერიოზული ამოცანები ჩვენ ამას ვამბობთ რა ვიცი რაც ეთერში ვართ ვამბობთ ყოველ შემთხვევაში და ის არ დავიწყეთ გუშინ და გუშინწი და ჩვენ ისევ ადასტურებთ რომ დიახ ამოცანები ჩვენი რომელიც თავარი ამოცანა ჩვენი ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობა აფხაზეთის სამაჩაბლოს საკითხი
დევნილების საკითხი ეს არის მოსაგვარებელი საკითხი და ეს ამოცანა უნდა გადავჭრა. ჩვენ ისევ ოპოზიციაზე ვართ. განსხვავებით მათგან, ვინც ხან რას ამბობს, ხან მაგრაევასებათ ეს რუსები, მაპატიეთ. და ხან რა ვიცი, ხან დუში ჩამოსდით. ზოგიერთ რაღაცა სქესთან დაკავშირებით. ხან პირიქით გეხვეწებიან, რომ გეუნებიან, რომ დამათვალიერებინი აბა როგორია კრემლი და ასე შემდეგ და ხან კიდე არიან ზოგიერთ ისეთებიც, რამოდენიმე პოლიტიკოსთან რომ ნახეს და მაგალითად რომ ნახეს თქვათ ამ შემთხვევაში ჩემი ფოტო რუსეთის პარლამენტში რამიდოდა მე იქ თუ არა აი ამ პრობლემების და ამ საკითხზე ჩასვლა და სადაც ჩვენი მეგობრები დაგვეხმარე რომ ეს შეხვედრა ყოფილიყო და მათ აინტერესებდა ცოტა სხვა რაღაცეები და მართლა ესეთია უი პუტინი უი მადლობა უთხარი უი ხელი ჩამოოთ აი ესეთ რაღაცები ჩვენ ისევ პოზიციაზე ვართ რომ თავარი ამოცანები არის შესაძლებელი მაგრამ მათგან განსხვავებით კიდევ კარგი რომ ეს არის უმცირესობა, თუმცა არის უმცირესობა, რომელიც უმრავლესობაზე გავლენას ახდენს. ისევ საუბარია მოსახლეობაზე. მათგან განსხვავებით ჩვენ ხედავთ სხვა ამოცანის გადაჭრა გვინდა და უდგებით პრაგმატულად, ღირსეულად ის, რასაც ქვია, რასაც არ ვიცი, გააკეთებდა და უნდა გააკეთოს ნებისმიერმა გონიერმა ქართულმა პოლიტიკოსმა, არაპოლიტიკოსმა და ასე შემდეგ. ჩვენ ეს არის ერთადერთია. ამიტომ სამწუხაროდ ჩვენ ყოველთვის გამოგდის მე ემოციური და მე ნუ ბოლოს კიდე თუ შემორჩა ვინმე რა ვიცი დაწერს ახლა პუტინი მოგენატრა რუსეთი პუტინი და ასე შემდეგ მაგრამ ყველაზე მთავარი მაინც არის ხალხთა შორის ურთიერთობას პოლიტიკოსები მიდიან და მოდიან ხალხთა შორის ურთიერთობა და მით უმეტეს როცა ვიცით ჩვენ რამდენი საქართველოს მოქალაქე ცხოვრობს იქ ოღონ ესენი ისე კი არ ცხოვრობენ მათი იქ ცხოვრება, იქ ყოფნა, მათი იქაური ყოფა, აქვთ ფული, არა აქვთ ფული, შემოსავალი, კარგად მუშაობენ, ბიზნესმენები არიან თუ არ არიან ბიზნესმენები. უკავშირდება ისევ ამ ქვეყანას და ჩვენთან აქ გამოგზავნილ თითო კაპიკს და მათ ოჯახებს, მათ ნათესავებს. რაც სხვათა შორის მილიარდობით არის უკვე, მილიარდობით არის დოლარზეა საუბარი, რომელმაც მილიარდობით არის. ეს ათეულ მილიარდებზეა საუბარი, რომლითაც შეინახეს ეს ხალხი. და ამ შემთხვევაში ჩვენ არა პური კი ბატონო მოგწონთ. რაღაც საჭმელი კი მოგწონთ. დედა გამომიგზავნე ეს მოგწონთ, ეს ყველაფერი მოგწონთ. მაგრამ აი აქ ვართ ესეთი ვაჟკაცები. ამიტომ არ შეიძლება ესეთ რაღაცები ხდებოდეს. ჩვენ ახლა გავუშვათ ჩვენი გადაცემა სამწუხაროდ. კი ბატონო, მოიწურა გავუშვათ. ძიუდოზე ვისაუბრეთ მაინც. ძიუდოზე დავიწყეთ საუბარი და კიდე ერთხელ გვინდა გავუშვათ ფილმი ძიუდოს ქვეყანა, რომელიც მართლა კიდე ერთხელ ულოცავ ძიუდოისტებს, ძიუდოს ოჯახს, ამხელა ოჯახს, ნებისმიერ კომაკს ულოცავ პირდაპირ ეთერში ისე ვიტყვი ბატონ კოტემიკაძეს რომელიც არის და მე შემაყვარა ეს სპორტი და გამაცნო თითოეული სპორტსმენი და ასევე დავით ქევხიშვილს კაც რომლის დიდი წვლილი აქვს ჩადებული ვინც არ უნდა მოისმინოს და ვინც არ უნდა ნახოს ამას ყველაფერს დამეთანხმება და ეს ფილმიც რომელიც ახლა გადის დავით ქევხიშვილმა მომცა და მისი უფლებით უშვებს ჩვენები და ის არის ერთ-ერთი მთავარი სხვა მის მეგობრებთან ერთად რა თქმა უნდა რაზეა ლაპარაკი დიდი მადლობა კარგად გზანდებოდეთ ნახვამდის ეს სიამაღლის, ღიმილის, ტრადიციების, გსაჯვარედინების ქვეყანა. ეს არის მებრძოლების ქვეყანა. ეს საქართველოა. ათასწლოვანი ისტორიის ტვირთი მძიმეა. ქვეყნის ხასიათი იჭედება წარუმატებლობით, ყველაფერს თავისი მნიშვნელობა აქვს. ქართველმა ხალხმა საუკუნეების განმავლობაში ბევრი ტანჯვა გადაიტანა. იმ წარმატებაში
რაც ქვეყანას სავაჭრო გზების გზაჯვარედინზე მდებარეობა მოუტანა, საქართველომ ძვირი გადაიხადა. სისხლის ფასი. ქართველი კაცი, ქართველი მეომარი იყო გამოჩინებული თავისი გონიერებით, გონიერებას ხაზს უსვამ, იმიტომ რომ ეს შემდგომ მის ხასიათზე გადაიზარდა და გამოჩინებული იყო მისი თავდადებით ქვეყნისადმი, პატრიოტიზმით იყო თავდადები და ამან ჩამოაყალიბა გენეტიკურად ჩამოყალიბდა ქართული სული. ძალადობის და მომხდურთა ბატონობის ტალღები ძალიან უსიამოვნო რეალობა იყო, რომელიც მისაღები არასოდეს ყოფილა. ეს როდესაც რაიმის წარმატების საფუძველი გვაქვს ჩვენ, ეს საფუძველი არის ის დიდი ტრადიციები, რომელიც ქართულ ხასიათში არის ჩადებული, ის დიდი ისტორია, რომლის მემკვიდრენიც ჩვენ ვართ და მე ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ აი ეს მომავალი წარმატებებიც უშუალოდ ამ ისტორიიდან გამომდინარე იქნება. ქართველმა ხალხმა მაშინ გადაწყვიტა შეეცვალა ეს რეალობა, შეეცვალა თავისი ცხოვრება, მაგრამ იმისათვის, რომ გამხდარიყო ძლიერი, გამხდარიყო დამოუკიდებელი, ამაყად და ღირსებით ჩაეხედა სიკვდილისათვის თვალებში, თავისუფლების მისაღწევად, ქართველებს მოუწიათ ბრძოლა. ისინი გახდნენ მებრძოლები, ისინი გახდნენ მეომრები. ძიუდოისტში, სწორედ ძიუდოისტში ვითარდება და ყალიბდება ის მებრძოლის სული, რაც თაობიდან თაობაზე გადმოგვეცემოდა ქართველებს. ეს არის სული, რომელიც ძალიან მნიშვნელოვან როლს ასრულებს და მომავალშიც იასრულებს ქართველი სახელმწიფოს, ქართველი ერის ჩამოყალიბების პროცესში. 1000 წლის შემდეგ საქართველოს ცხოვრობს მშვიდობით. ეს არის დამოუკიდებელი და ამაყი ქვეყანა, რომელშიც ცხოვრობს ლამაზი, თავაზიანი და სტუმართმოყვარე ხალხი, მაგრამ გულის სიღრმეში სულიერად ისინი მეომრებად დარჩნენ. რამ შეიძლება გააერთიანოს ტრადიცია და თანამედროვეობა, სიამაყე და თავმდაბლობა, ლეგენდა და რეალობა? როგორ შეიძლება შეინარჩუნოს სიმშვიდე და დაძლიო მრისხანება? პროფესიონალიზმით, მხოლოდ პროფესიონალიზმით. დისციპლინა, პატივისცემა, გულწრფელობა, გამბედაობა და თავშეკავება. ეს არ არის უბრალოდ ცნებები. ეს ძიუდოს ფაკუთხედებია და ძიუდო გაცილებით მეტია ვიდრე საბრძოლო ხელოვნება. ეს არის ცხოვრების უმაღლესი სკოლა, გზა, რომლითაც ადამიანად უნდა შედგა. 4 5 6 7 რა თქმა უნდა, ჩვენი მიზანი არის ჩემპიონების შექმნა პირველ ლიგში და როგორც ნებისმიერი სპორტის. თუმცა გამომდინარე იქიდან, რომ ძიუდო არ არის უბრალოდ სპორტი, ეს გაცილებით მეტია, ეს არის განათლების სისტემა. ჩვენი მთავარი მიზანი მაინც ბოლო ჯამში არის სწორედ ნორმალურ ჯანმრთელ, ჯანსაღი აზროვნების ადამიანად ჩამოყალიბება თითოეული სპორტსმენის, რაც გაცილებით მეტია ვიდრე უბრალოდ ჩემპიონობა.
ჩემდღე დღისთვის თუ დაძინება არ იქნება ნორმალ და თავის დროზე აღდგენა არ მოხდება და აღდგენის გარეშე ჩვენ შედეგამდე ვერ მოვარდნით. ამათ მე გელაპარაკობ ყოველთვის და თქვენ უნდა ეცადოთ ჩემი ლაპარაკები მეიღოთ ისე რომ თქვენთვის გამოიყენოთ მომავალ სპორტულ ძიუდოს მეშვეობით ქართულმა ხალხმა დაიბრუნა სიამოვნე, ძლიერება და პატივისცემა. ქაოტური მომხმარებლობის სამყაროში, მოუთმენელ მსოფლიოში, რომელშიც არ რჩება საკუთარ თავში ჩაღრმავების დრო, სადაც პირადი ქონება უფრო მნიშვნელოვანია ვიდრე საერთო ღირებულებები. ძიუდოს სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ადგილი უკავია. ძიუდო გვასწავლის, რომ წარმატებისაკენ მიმავალ გზაზე ჯერ მრავალი დაცემა უნდა იწვნიო და ეს ის გზა, რომელზეც ბავშვი საკუთარ შეცდომებზე სწავლობს. ძიუდო ინდივიდუალური სპორტის სახეობაა, თუმცა ჩვენ ვართ ერთი მთლიანი გუნდი, ერთი მთლიანი ოჯახი, რომელიც ერთმანეთში იზიარებს სწორედ იმ დიდ სიხარულს, რასაც ვაღწევთ და ასევე იმ თქვათ დამარცხებას, რომელიც ბუნებრივია ამ ყველაფერს ზდევს თან, თუმცა სწორედ ამ ერთად ყოფნით, ამ სიძლიერით ჩვენ ადვილად გადაგვაქვს როგორც ერთი ისე მეორე, რაც ძალიან მნიშვნელოვანია ბუნებრივია განვითარების გზაზე. ძალიან ძნელია გაუძლო ზეწოლას, ყველა სახის ზეწოლას. ოჯახი, მეგობრები, მედია, მოდა. თანამედროვე საზოგადოება ყოველთვის მარტივ გზას ირჩევს. მსხვერპლის გაგებას ერიდება და საბოლოოდ მსხვერპლად ნათელ მომავალს წირავს. სანაცვლოდ კი იღებს პირქუშ აწმყოს, სადაც ამინც ყალბი ღირებულებები ქმნიან. ძიუდო გვასწავლის, თუ როგორ უნდა გახდე ძლიერი და თავმდაბალი მეომარი, როგორ უნდა გახდე გმირი, ყალბი კი არა, ნამდვილი გმირი, როგორ უნდა დაიცვა ტრადიციები და ეროვნული ღირებულებები, როგორ უნდა გახდე თანამედროვე ქართველი. ქართველებმა ძიუდო ძალიან კარგად მიიღეს. ქართულ გენში თავიდანვე დევს საჭიდაო ელემენტები. გვაქვს შენი ეროვნული ნაციონალური ქართული ჭიდაობა, რომლის ბევრი ილეთის გამოიყენება ძიუდოში და ეს ჩვენი განსხვავებული სტილი ნამდვილად გვეხმარება უცხოელებთან ორთაბრძოლებში. რაც ძიუდოს ტექნიკას შეეხება, საქართველო ამ მხრივ განსხვავებულია. განსხვავებულია ნებისმიერი სხვა ქვეყნისაგან. ეთიკისა და ღირებულებების გარდა არსებობს ბრძოლის განსაკუთრებული სტილი. განსაკუთრებული და უნიკალური ტექნიკა, რაც ქართულს სხვებისაგან გამოარჩევს. ერთ-ერთი გამორჩეული და მრავალფეროვანი სტილი, რაც ქართულ ძიუდოს ახასიათებს, საკმაოდ ინდივიდუალური, ყველასგან განსხვავებით და მრავალფეროვანი, რომელიც უკვე ამ ქართული ჭიდაობის ელემენტებთან ერთად ქმნის უკვე საკმაოდ ძლიერ სპორტსმენს, რომელიც თანაც ასპარეზობა უჭირს ყველა ქვეყნის წარმომადგენელს. ძიმე შრომა, დისციპლინა, განსაკუთრებული უნარები, პატივისცემა, თავშეკავება და ბოლოს ჩამოთვლილზე არანაკლებ მნიშვნელოვანი პატრიოტიზმი. საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრებს უყვარს თავისი ქვეყანა. რაც არ უნდა მოხდეს, ევოლუციის რა გზითაც არ უნდა წავიდეს საზოგადოება, საქართველოში ძიუდოისტებს ყოველთვის ეყვარება თავისი სამშობლო და იბრძოლებს მისთვის. ეროვნული დროშის ფერების დაცვა, ჰიმნის სიმღერა და საკუთარი ქვეყნისათვის ბრძოლა პატრიოტიზმის უმაღლესი გამოვლენა იმ გზაზე, რომელსაც ჯერ კიდევ ბავშვობაში ადგებიან. ამ ყველა კომპონენტის შედეგად მოდის სრულყოფა.
თუ შევადარებთ მცირე რიცხოვან მოსახლეობიან პატარა ქვეყანას, ისეთ გიგანტებს, როგორიცაა იაპონია, საფრანგეთი და რუსეთი, საქართველო გამონაკლისს წარმოადგენს. ეს არის შეუპოვარი მებრძოლების ქვეყანა. დღეს არავის არ სურს ქართველი ძიუდოისტების მეტოქეობა. სულეთია მოიგებს თუ წააგებს. ძიუდოისტმა, რომელიც ქართველს შეერკინება, იცის, რომ ეს ბრძოლა მისთვის რთული, ძალიან რთული იქნება. საქართველოში სისტემა კარგად არის ორგანიზებული. ბავშვები იზრდებიან, ხდებიან მებრძოლები. ზოგიერთი მათგანი გახდება გმირი და კარიერის დასრულების შემდეგ ისინი დარჩებიან სისტემაში, რათა ასწავლონ და გაუზიარონ თავისი ცოდნა და გამოცდილება მომავალ ვარსკვლავებს. წესების პატივისცემით, ქვეყნის სიყვარულით, ღირებულებების ბრძოლით და ტრადიციების გამოყენებით ქართველებმა შეძლეს თეორიიდან რეალობაში გადასვლა. ახლა ისინი როგორც ყოველთვის წარმოადგენენ ახალგაზრდა თაობის ოცნებას და თავს არსებენ მოწინააღმდეგეს. ერთიანი ქვეყანა, ერთიანი ხედვა, ერთიანი ისტორია, ერთიანი გუნდი. ეს არის საქართველო. ეს არის ძიუდოს ქვეყანა.